საპროცენტო განაკვეთს დაუწიეს, მაგრამ კრიპტო მაინც აგრძელებს კორექციას. რა ხდება ბაზარზე და უნდა ველოდოთ თუ არა შემდეგ დამს. მეგობრებო, რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით, რომ საპროცენტო განაკვეთს დაუწიეს, მაგრამ ზუსტად ის არ მოხდა, რასაც 95% ელოდა. 95% ელოდა იმას, რომ კრიპტო წავიდოდა მაღლა და ესე ვთქვათ, დავდევდით ახალ all-time highs და bull market-ი დაიწყებოდა და ასე შემდეგ. და კიდევ ერთხელ ვიტყვი, ვინც ჩემ ვიდეოებს ხშირად უყურებს, ყველას ეცოდინება ეს ფრაზა, რაც 95%-ს გონია, ყოველთვის ზუსტად საპირისპირო ხდება. მაგრამ ეხლა რომ ვისაუბროთ ამ კონკრეტულ მომენტზე, მეგობრებო, ყველამ ვიცოდით, რომ საპროცენტო განაკვეთს 80-90%-ით აუცილებლად დაუკრიდნენ, იმიტომ რომ წინაზე თქვეს, რომ თუ ეკონომიკამ გააგრძელა ეს და ეს ისვლა, მაგ შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად გვექნება იმის მიზეზი, რომ საპროცენტო განაკვეთს დაუწევთ, ხო? მაგრამ ეს არ ხდება სინამდვილეში, იმიტომ რომ ეკონომიკა მიდის კარგად, ეს ხდება იმიტომ რომ ისინი ვალდებულები არიან, რომ ეს თქვა საპროცენტო განაკვეთს დაუკლონ, იმიტომ რომ მათი სესხი, ეს თქვა სახელმწიფოს სესხი, იმის რომ სხვა ვალები დაფარონ, უფრო ძვირდება და ესე ვთქვათ, უფრო დიდი დეფიციტი არის ბიუჯეტში, რაც შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ მოხდეს დიდი კრიზისი, სახელმწიფოების ჩამოშლა და ასე შემდეგ. ეხლაც მაგალითად რომ შევხედოთ, საფრანგეთი არის ძალიან დიდ პრობლემაში, ის ვეღარ იხდის თავის ვალებს და ის ვალდებული არის, რომ სესხი აიღოს იმისთვის, რომ მაგალითად პენსიები გადაიხადოს, მაგალითად ესე ვთქვათ, დაზღვევები გადაიხადოს ვალები სხვადასხვა სახელმწიფოების მიმართ და ასე შემდეგ. მაგრამ მათი ესე ვთქვათ, სესხი თუ გაძვირდა, მაგ შემთხვევაში ისინი ვეღარ შეძლებენ ვერც სესხის აღებას, ვერც ვალების გადახდას და ესე ვთქვათ, სახელმწიფო ჩამოშლება. ხომ, ამიტომ ცენტრალური ბანკები არიან ვალდებულები, რომ ესე ვთქვათ, საპროცენტო განაკვეთი დაუწვენ. ევროპაში ვარ დაეცათ საპროცენტო განაკვეთი, მაგ შემთხვევაში შეგვეძლო გვივარავდა, რომ საფრანგეთს და იტალიას ელოდებოდა ესე ვთქვათ, იგივე ბედი, რაც მაგალითად იყო საბერძნეთში. ეგ არ ნიშნავს იმას, რომ ამ საპროცენტო განაკვეთის დაკლების შემთხვევაში ეს აღარ მოხდება, მაგრამ ამ პროცედურით ეს პროცედურა უფრო გაიწელება. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, მეგობრებო, რომ ეხლა რაც მოხდა ბაზარზე, ეს ყველაფერი იყო in priced. ანუ ყველა ელოდებოდა, რომ ბაზარი წავიდოდა მაღლა და გვექნებოდა ახალი all-time high-ები, მაგრამ ეს ინფორმაცია, რახან ჩვენ ვიცოდით წინასწარ, ეს ყველაფერი იყო უკვე in priced. ამიტომ ყოველთვის ვამომხილებ, რომ რასაც 95% ელოდება, ზუსტად იგივე არ ხდება. ეს ყველაფერი შეგვიძლია შევარდოთ კიდევ ბიტკოინის halving-ს. როცა სანამ ბიტკოინის halving-ი მოხდება, ანუ 1, 2, 3, 4 თვის 4 თვემდე სანამ ეს ყველაფერი მოხდება, ანუ ყველა დებს ვიდეოს რომ აი halving-ი მოხდება და halving-ის მერე ბიტკოინი წავა ამა და ამ ფაზზე და გაიზრდება და ის მოხდება, რაც არ ხდება ხოლმე. ის ხო, რომ გადავხედოთ ესე ვთქვათ, ჩვენ ისტორიას halving-ის შემთხვევაში ყოველთვის გვაქვს ხოლმე შემდეგ პატარა კორექცია და მერე ბაზარი მიდის ხოლმე მაღლა. რატომ? იმიტომ რომ ეს ინფორმაცია, რაც უკვე ვიცით რომ მოხდება, ეს არის უკვე in price, ანუ ეს უკვე არის ფასში გამჯდარი. და ფასში ვხედავთ უკვე ჩვენ ამ ყველაფერს. მაგალითად, რამოდენიმე თვით ადრე სანამ ბიტკოინ halving-ი მოხდება, ვხედავთ რომ ბაზარი მიდის ხოლმე მაღლა და ესე ვთქვათ, თან ყველა რო ელოდება რომ ბიტკოინ halving-ი მოხდება, კიდე მაღლა წავა და ანუ კიდე ყიდულობენ და მერე halving-ი რომ მოხდება, შემდეგ გვაქვს ხოლმე პატარა კორექცია და მერე ბიტკოინი აკეთებს ხოლმე ხშირ შემთხვევაში all-time highs. ამიტომ ამ უფრო რასაც 95% ელოდება, ზუსტად ის არ ხდება. რატომ არის რომ ბაზარზე მაგალითად მარტო ინვესტორების და ტრეიდერების ძალიან პატარა ნაწილი 5-დან 10%-მდე აკეთებს მოგებას. რა თქმა უნდა, ინვესტიციაში უფრო მაღალია ეს პროცენტულობა, იმიტომ რომ ინვესტიციაში აკეთებ შენ უბრალოდ ინვესტიციას, მაგალითად თუ ETF-ებში აკეთებ ინვესტიციას ან სოლიდურ კომპანიებში, მაგ შემთხვევაში ძალიან სიგიჟები უნდა გააკეთო, რომ მოგება ვერ გააკეთო, ამიტომ პროცენტულობით უფრო მეტი აკეთებს, რა თქმა უნდა, მოგებას, მაგრამ ტრეიდინგში არის საპირისპირო, ხო, იმიტომ რომ შენ უფრო ლოკალურად უყურებ ფასს და ცდილობ პატარა ესე ვთქვათ, მოძრაობებზე გააკეთო, გამოიმუშავო თანხა. ამიტომ უნდა გვახსოვდეს, მეგობრებო, რომ ტრეიდინგში 95% აკეთებს წაგებას, ამიტომ რასაც 95% ფიქრობ, ზუსტად საპირისპირო უნდა გააკეთო ხოლმე. და როცა ახლა ყველა ამბობდა, რომ ამ FOMC მიტინგზე საპროცენტო განაკვეთის დაკლების შემთხვევაში ბაზარი წავიდოდა მაღლა, როცა 95% ფიქრობ, ზუსტად მაგას უნდა გააკეთო საპირისპირო. რა თქმა უნდა, ვოლატილობას მე მოველოდი და გქონა კიდეც ვოლატილობა, რამოდენიმე ტრეიდით წავიღე, მაგრამ მე არ ვიყავი biased, რომ ფასი არ მაღლა წავა, ამ ქვემოთ წამოვა. იმიტომ რომ ეს ყველაფერი იყო უკვე in price, თან ტექნიკურად რომ შევხედავდით, ზუსტად იგივე რაღაცები მოხდა, რასაც
მე საუბრობდით წინა ვიდეოებში. ზუსტად იგივე ლეველები გავტესტეთ, რომელზეც საუბრობდით, ზუსტად იქ ავიღეთ ლიკვიდობა, სადაც საუბრობდით და ბაზარი წამოვიდა იქიდან ქვემოთ. მაგრამ მოდი ახლა გადავიდეთ მეგობრებო ბაზარზე. ამის მერე სხვათა შორის გადავიღებ კიდე ვიდეოებს altcoin-ებზე, არის თუ არა altcoin-ების ყიდვის დრო, იმიტომ რომ ძალიან საშინალებები ხდება მეგობრებო altcoin-ებზე, ანუ ბევრს არ ჯერა, რაზეც მე ვსაუბრობ. But it is what it is. მე მაინც გადავიღებ ვიდეოს, იმედია თქვენ დაგეხმარებათ. ჩემი ერთადერთი მიზანი არის ის, რომ მე ჩემზე იყოს დამოკიდებული ყველა ქართველი მინდა რომ მილიარდერი იყოს და იც ფულში ბანაობდეს, ხო, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ არის რეალობა, ეს ესე ვერ მოხდება. იმიტომ რომ როცა მე ვამბობ რომ ეს და ეს და ეს, ბევრს გონია რომ აი ანტი ის არის, ანტი ეს არის, პრო ის არის, პრო ეს არის. არა, მე ამ ბაზარზე ვარ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, ჩემი ერთადერთი მიზანი არის ფულის გაკეთება. მე ამის არ მცხვენი, მე ამის არ მერიდება, რისთვის ხარ ბაზარზე, ხო? შენ ანუ ფულის დაკარგვა გიხარია? შენ ფულს რო აგებ, ესე იგი ვიღაცა აკეთებს მეორე მხარეს, ხო? ანუ დონატორი ხარ? ქვემოქმედებას აკეთებ? არა, ხო, მე აქ ვარ, არა, იმიტომ რომ რაღაცა მიყვარს ან იმ კომპანიას სიმპათიას ან იმის დამაარსებელი მიყვარს არა, სულ არ მაინტერესებს ვინ რას აკეთებ. მე მზად ვარ თუ რამე კომპანია მიყვარს ან მაგალითად თუ რამეში ვაკეთებ ინვესტიცია რისიც მიჯერა მაგალითად თქვა ვერცხლი მაგალითად თქვა ბიტკოინი ხო თუ ხვალზე გამოჩნდა ესეთი რაღაცა და შემომჩნი რომ ამ ყველაფერს საფრთხე მუქრებად შეიძლება მე ჩემი ფული დავკარგო ვერავინ დამასწრებს მე ამ ყველაფრის გაყიდვას იმიტომ რომ მე ვარ ამ ბაზარზე იმისთვის რომ გავაკეთო ფული სანამ მე ეს ლოგიკა არ შევცვალ და ჩემი მაინდსეტი არ შევცვალ რომ ბაზარზე ყოფილიყო კონცენტრირებული იმაზე რომ მე ვაკეთებ ფულს და როცა უკვე აღარ მწხნოდა იმის თქვა რომ მე აქ ვარ ფულისთვის მე აქ ვარ იმისთვის რომ შენ შეგჭამო და შენი ფული ჩავიდო ჩემ ჯიბეში სანამ მე ეს არ გავიაზრე მანამდე ფულის გაკეთება ვერ დავიწყე ხო და თუ თქვენს ანუ თუ შენ ახლა მაგალითად ჩემს საპირისპიროს ფიქრობ მაგრამ ფულს მაინც აკეთებ perfect you do you ანუ უნდა გააკეთო იგივე რასაც ახლა აკეთებ თუ შენ ფულს აკეთებ ხო მაგრამ თუ არ აკეთებ ესე იგი რაღაცა შეცდომით აკეთებ და არ უნდა ელოდო რომ 15 და 20 წელში რავი სატოშებით გადავხდით და ასე შემდეგ ხო ამიტომ უნდა დავფიქრდეთ ხოლმე რას ვაკეთებთ რისთვისაც ამ ბაზარზე და ასე შემდეგ მაგრამ ამაზე შემდეგ ვიდეოში ვისაუბრებ altcoin-ებზე და ასე შემდეგ მაგრამ ახლა გადავიდეთ bitcoin-ზე და ethereum-ზე და ასევე ოქროზე და ვერცხლსაც გექნებათ ვიდეო და FTM-ზე ძალიან საინტერესო ვიდეო გადავიდეთ მეგობრებო მოკლედ ჩარტებზე და ვნახოთ რა ხდება ესე ვთქვათ ბაზარზე და რა შეიძლება ველოდოთ აქ მინდა სხვათა შორის პატარა შორტის გახსნა მაგრამ ეხლა უკვე დაგვიანებული არის, ამიტომ გავთიშავ, იმიტომ რომ ბაზარი აქ რომ იყო, აქ მინდა შორტში შევსულიყავი, მაგრამ სამწუხაროდ არ შემივსვე ეგრევე, ეხლა ქვემოთ უნდა იყო რა თქმა უნდა ლიკვიდობა, აი აქედან და ბაზარი მოდის მაღლა, ამიტომ უფრო სახიფათო ხდება ჩვენი შორტი, ამიტომ გავთიშავ ამ შორტს, მაგრამ მოდი ახლა განვიხილოთ რა ხდება მაღალ ტაიმფრეიმზე. მაღალ ტაიმფრეიმზე ვხედავთ რომ მოდი ჯერ გადავიდეთ ვიკლიზე, რა ხდება ვიკლიზე. ვიკლიზე ვხედავთ რომ აქ გვაქვს პატარა ლეველი, აქ გვაქვს პატარა ლეველი, რომელსაც ვინარჩუნებთ. მაგრამ მე ვუყურებ ამ ლეველს რომ ეს ლეველი არ დავკარგოთ. თუ ჩვენ მაგალითად ეს ლეველი დავკარგეთ კვირაზე, რა თქმა უნდა ჩამოვალთ აქ და აქ შეიძლება რენჯი მოხდეს და მე ბაზარი წავიდეს მაღლა, მაგრამ არ გამოვირიცხავ იმასაც რომ გავიკოთ ქვემოდან ავიღოთ ლიკვიდობა და მე წავიდეს მაღლა ეგ ბერის შემთხვევაში თუ ბაზარი წამოვიდა მაღლა. მთავარი არის რომ ვიკლიზე ეს შევინარჩუნოთ აქ თუ ვიკლიზე ეს ლეველი ჩვენ დავკარგეთ, მაშინ შეგვიძლია ვარაუდოთ რომ ბაზარი წამოვა $85,000-ზე, მაგრამ თუ შევინარჩუნოთ ვიკლიზე ეს ლეველი და მაგალითად აქ ხო ამ ლეველს ვინარჩუნებთ ეს ლეველი არ დაგვიკარგე ხო, მაგრამ გაგვიკა აქამდე ლიკვიდობა აიღო და წავიდა მაღლა. ნუ აქაც შეიძლება იგივე მოხდეს და ლიკვიდობა ავიღოთ ესე ვთქვათ ამ არეაში. და მე ბაზარი წავიდეს მაღლა და რა თქმა უნდა დეილიზე თუ ჩამოხვალ ამ ლეველებს უფრო კარგად ხედავ აი ეს ლეველი დეილიზე იდეალური ლეველია რომელიც შეიძლება გაიტესოს და ავიღოთ ლიკვიდობა წავშალოთ ეს ყველაფერი ვიკლიზე რა თქმა უნდა ეს ლეველიც აი იმიტომ რომ ყოველთვის უნდა დავაკონფირმოთ ჩვენი ლეველები მაღალ ტაიმფრეიმზე ტყუილი უბრალოდ არ არის ეს ლეველი აქ და ტყუილი უბრალოდ არ არის ეს ლეველი აქ დეილიზე რო გადავალთ ხედავთ რომ აქ არის იდეალური ლეველები რომელიც შეიძლება გაიტესტოს და ესე ვთქვათ მოხდეს ლიკვიდობების აღება თუ რა თქმა უნდა კვირაზე დავკარგეთ ის რა ლეველზეც 2 წამის წინ გესაუბრეთ მაგ შემთხვევაში შეგვიძლია ვარაუდოთ რომ ბაზარი ჩამოვა აქამდე მაგრამ თუ გაგვიკადა აქედან აიღო ლიკვიდობა შეიძლება ვარაუდოთ რომ ბაზარმა გააგრძელოს მაღლასვლა და ეს იყოს ესე ვთქვათ ჩვენი ბოდემი
ნახეთ ხლა რა ხდება, რაც წინაზე ვისაუბრე მე რომ ანუ აქ გქონდა high, აქ გქონდა low, ჩვენ დავუკარგეთ ეს ყველაფერი დღიურზე, ანუ weekly-ზე არ დაგვიკარგოს, მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენ დავუკარგეთ დღიურზე, მით უმეტეს ეს level იყო ჩემთვის ძალიან აუცილებელი, იმიტომ რომ ამან წაგვიყვანა ჩვენ ესე ვთქვათ და გაგვაკეთებინა all time high აქ და ამ წერტილს დავკარგავდით, მაგ შემთხვევაში შეგვიძლია გვივარავდა რომ ბაზარი ჩამოვიდოდა ქვემოთ და ავიღებდით უფრო ქვემოდან ლიკვიდობას, რა თქმა უნდა აქ პირდაპირ ავიღეთ ლიკვიდობა და მე შევეცადეთ რომ ახალი საწვავით ეს თქვათ წავსულიყავით მაღლა, მაგრამ რა თქმა უნდა ვერ მოხერხდა ეს, აქედანაც ავიღეთ ლიკვიდობა და ბაზარი წამოვიდა მაღლა. მოგეთ ეს ლეველი იყო ჩემთვის სიგნიფიკანტური, ამის დაკარგვა არ მინდოდა. ხედავთ რომ აქ ერთხელ შემდეგ აქაც შევინარჩუნეთ, აქაც არ დაგვიკარგავს, ანუ ვიცით რომ ამ ლეველზე იყო ძალიან ბევრი ინტერაქცია. შემდეგ ეს ლეველი დავკარგეთ. ავიღეთ აქედან ლიკვიდობა, აქ ვსაუბრობდი მე რომ აქედან ლიკვიდობას თუ ავიღებთ მეთქი და ვერ გავარღვევთ აი ამ ლეველს, მაგ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვაუბროთ რომ უფრო ქვემოდან ავიღებთ ლიკვიდობას, იმიტომ რომ როცა შენ გარკვეულ როცა შენ ხარ აი აქ ხო, ვთქვათ რომ ვართ range. სიტყვაზე რომ ავიღოთ მივდივართ range-ში, რატო ვერ არღვევს range-ს მაღლა, ან რატო ვერ არღვევს range-ს ქვემოთ? იმიტომ რომ აქ range-ის შემთხვევაში მყიდველების და გამყიდველებიც არიან ბალანსში და აუცილებელი არის რომ ეს ბალანსი დაირღვას და ან გამყიდველებმა მოიგონ, ან მყიდველებმა მოიგონ, ხო? ამიტომ როცა ჩვენ ვერ ვარღვევთ მაღლა, ეგ ნიშნავს იმას რომ საკმარისი მყიდველები არიან, როცა ჩვენ ვერ ვარღვევთ ქვემოთ, ეგ ნიშნავს იმას რომ არ არიან საკმარისი გამყიდველები, ხო? ამიტომ აუცილებელი არის რომ ესე ვთქვათ, საწოვი ან ერთ მხარეს ავიღოთ, ან მეორე მხარეს ავიღოთ და ბაზარმა აერჩიოს ესე ვთქვათ, მხარე, ან მაღლა წავიდეს, ან ქვემოთ წავიდეს. რას გულისხმობ ამ ყველაფრით? სასურველი არის რომ ლიკვიდობა ავიღოთ აქედან, ანუ ყველა ეს stop loss-ები გაისტოპოს, ლიკვიდობა აიღოს და წამოვიდეს ქვემოთ, ან ქვემოდან ლიკვიდობა აიღოს და მერე წავიდეს მაღლა. ჩავასხათ საწოვი, გაარღვევს ერთ მხარეს და აერჩიოს მხარე, რათა ესე ვთქვათ, ისევ ტრენდულ ბაზარში გადავიდეთ. ამ შემთხვევაში ვხედავთ რომ აქედან არის ლიკვიდობა აღებული, აქედანაც არის ახლა ლიკვიდობა აღებული და ახლა აუცილებელი არის რომ ჩვენ ავირჩიოთ გზა და ავირჩიოთ მხარე, საით წავალთ, მაღლა თუ ქვემოთ. აქ შეგვიძლია ვთქვათ რომ აქ ჩვენ გვაქვს ესე ვთქვათ ესეთი კომპრესია, ანუ ჯერ აქ გქონდა კომპრესია და ყოველთვის ამბობ ხოლმე რომ როცა შენ კომპრესიას უყურებ, არასდროს არ უნდა გქონდეს ბაიასი რომ ბაზარი წავა ან მაღლა ან ქვემოთ. როგორ ესე ვთქვათ აკეთებენ ხოლმე, როგორ ვაჭრობენ ხოლმე კომპრესიაზე. კომპრესიას სხვათა შორის ძალიან საინტერესო შორტიც ამაქვს, სადაც მაქვს ნახე რომ კომპრესიებზე არასდროს არ უნდა ივაჭრო და ტრენდ ლეინებზე, იმიტომ რომ მაგალითად რომ ავიღოთ ჩვენ გვაქვს ეს ვთქვათ რომ ბაზარი გამოიყურება ეს, ხომ ანუ ეს არის კომპრესია. ყველა ხედავთ რომ ეს არის კომპრესია. ხო, ნუ ჯერ ეს ერთი დავიწყოთ იქიდან რომ რატო აკეთებ ამას ესე, ანუ ეს კომპრესიას, რატო იღებ ამ ლეველებს და ესე გვინდა და რატო არ იღებ მაგალითად ამ ლეველებს, ხო? ანუ რატო არ იღებ ამ ლეველს, ხო? მაგრამ ნუ თქვათ რომ ეს აქ ავართ და ეს ლეველი ავიღეთ. ანუ ამ შემთხვევაში რას ამბობს ხოლმე ყველა რომ ანუ ბაზარმა ეს თუ გაარღვევს, ჩვენ წავედით მაღლა, ბაზარმა ეს თუ ჩამოარღვევა ქვემოთ, ჩვენ წავედით ქვემოთ, როცა მე ყოველთვის ამბობ რომ ტრენდ ლეველის გარღვევა, ესე ვთქვათ, ამ ტრენდ ლაინის გარღვევა არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ რომ შენ თუ ეს ჩამოარღვევ, ეს თუ გაარღვევ მაგალითად მაღლა, შენი ლეველი არის აქ, ხო, ანუ ეგ ანიშნავს იმას, რომ შენ გააგრძელებ და წახვალ გააკეთებ ახალ all time highs, ხო, იმიტომ რომ ეს ლეველი არის სიგნიფიკანტური. როგორც მე ესე ვთქვათ, ტრენდ ლეინებზე ვაჭრობ ხოლმე, ანუ ტრენდ ლეინს არ ვეძახი ამას ვეძახი კომპრესიას. ანუ ნახე შენ როცა აქ ვაჭრობ, რაც უფრო დაწყებაში იღებ ტრეიდებს, შენი რევარდი არის უფრო დიდი და აქ შორტებს რო იღებ, რა თქმა უნდა, შენი რევარდიც არის აქ და რაც უფრო შორს და შორს მინდიხარ, ესე ვთქვათ, ამ კომპრესიაში, ესე ვთქვათ, ფასი მით უფრო და უფრო ავიღოთ პროჟინა, ხო? პროჟინას ესე რომ მიაწვევი რაც უფრო ახლოს აგაქვს ხელები და შემდეგ გავშვებ, მით უფრო დიდი ეფექტი ექნება და მით უფრო დიდად გადავარდება, ხო? ანუ დიდი ეფექტი ექნება და აქაც ზუსტად იგივე ხდება, თუ გაარღვე ერთ მხარეს, რა თქმა უნდა, დიდი იმპულსი გვექნება ან მაღლა, ან ქვემოთ. ხშირ შემთხვევაში ვიღებთ ხოლმე შემდეგ ლიკვიდობას ან აქედან, ან ქვემოდან და მერე აგრძელებს ხოლმე ბაზარი შესაბამის მხარეს სვლას. ამიტომ მე ტრენდ ლეინებზე არ ვაჭრობ ისე, როგორც ესე ვთქვათ, ყველა ვაჭრობს ხოლმე, იმიტომ რომ აქაც მაგალითად ახლა ეს რომ ავიღოთ მაგალითად, დარწმუნებული ვარ რომ ბევრს აქ ეგონებოდა რომ всё ბაზარი წავიდა მაღლა და მე აქ ვიღებ ლონგებს, ანუ თან რო ვიცი როგორ ვაჭრობს ხალხი ხოლმე, რო უყურებ, ეს დარწმუნებული ვარ რომ ბევრი სანთელს აკვირდება ხოლმე, ამ სანთელს რო გაარღვევ და всё ბაზარი მიდის მაღლა, ახლა all time highs ვდებ და იწყება ბულ მარკეტი. დარწმუნებული ვარ რომ ბევრი აქ შევიდოდა უკვე
ну აქ take profits არც დააფიქსირებდნენ და შემდეგ წამოვიდოდა ბაზარი ქვემოთ და გაისტოპებოდა ყველა. ხო, მე ხან ნახეთ რა ხდება. კიდევ საინტერესო რა. შემდეგ ანუ ეს trend line-ი რო დავტოვოთ ისევ, ანუ ვთქვათ რომ ეს trend line-ი გავაკეთოთ ახლა ახალი ისევ. როგორც გინდათ ისე შეხედეთ ამას, ну, ვთქვათ რომ ბაზარი აქ იყო. შემდეგ ჩამოვარღვევეთ trend line-ი ქვემოთ. ბევრს ეგონა რომ შორტზე წავედით და ახლა ვხედავთ რომ ბაზარი შეიძლება წავიდეს მაღლა და ისევ ეს ლეველი გატესტოს ხო და გამოდის ის რომ ჩვენ ვზივართ აი აქ რენჯში და ესე ვთქვათ პინგ-პონგს თამაშობთ ხო და ამ შემთხვევაში შენი ტრენდ ლეინებზე ვაჭრობა არის საშინელება, იმიტომ რომ შენ აქ ტრენდ ლეინებზე თუ ვაჭრობ, ანუ ერთხელ აქ აიღე ტრეიდი, მეორეჯერ აქ აიღე მაგალითად ტრეიდი, ხო, ანუ აქ აიღე შორტი, ხო, გამოდის ის რომ შენ რენჯის შუა მხარეში ვაჭრობ და მე ზუსტად რამოდენიმე ვიდეო მაქვს გადაღებული YouTube-ზე დევს როგორ უნდა ვაჭროთ რენჯში და რენჯში როცა შენ რენჯის შუა მხარეში ვაჭრობ ხოლმე ყველაზე სახიფათო ტრეიდები რენჯის შუა მხარეში არის ხოლმე და საუკეთესო ტრეიდები არის აქ შორტები, აქ ლონგები, იმიტომ რომ შენი რევარდი არის ეს, შენი რევარდი არის ეს. შემდეგ შეგიძლია ეს რენჯი გაარღვიო და აქ ლონგები აიღო, შეგიძლია ეს რენჯი ჩამოარღვიო ქვემოთ და აქ აიღო შორტები. მოკლედ ეს ლოკალურად რომ შევხედოთ, მაგრამ ისევ გადავიდეთ მაღალ ტაიმფრეიმზე მეგობრებო, იმიტომ რომ ჩვენ გვაინტერესებს ბაზარზე რა შეიძლება მოხდეს. მე პირადად არ მაქვს ბაიასი, არც მაღალ არც ქვემოთ, მაგრამ ხედავ რომ ბაზარი არ გამოიყურება ძლიერად. გვაქვს აქ რა თქმა უნდა ეს ლეველი, ახლა პინგ-პონგს თამაშობთ, მაგრამ როცა შენ ამ ლეველს უკვე რამოდენიმეჯერ ტესტავ და ვერ იღებ საკმარის ლიკვიდობას და ვერ იღებ საკმარის ფულს იმისთვის რომ შენ გააგრძელო მაღლა და მაღლა სულ, ანუ ერთადერთი რაც შეგვიძლია ვთქვათ არის ის რომ შენ გჭირდება უფრო მეტი ფული. სად იშოვება უფრო მეტი ფული იშოვება უფრო ქვემოთ, სადაც ორდერები აყენია. მეც მიყენია მაგალითად აი აქ ორდერი და ბაზარი აქამდე თუ ჩამოვიდა, რა თქმა უნდა მე შემევსება ორდერი, ხომ? აქაც მიყენა სხვათა შორის ორდერი, რომელიც შემევსო მაგრამ ეგ რა თქმა უნდა long term-ზე და მიყენია კიდევ ქვემოთ აქ და აქაც მიყენია ოღონდ ძალიან პატარა ნაწილი ჩემი საფულის, იმიტომ რომ აქ ჩამოსვლა რა თქმა უნდა უფრო ნაკლებად არის შესაძლებელი ვიდრე აქ, ანუ ამ ლეველს ეს ლეველი არის ძალიან საინტერესო, აქაც რომ ავიღოთ აქ ვიყავით ძალიან დიდი ხანი. რენჯი მეგობრებო, ახლა ეს და ეს ერთმანეთს რომ შევადაროთ, ერთმანეთს ხო გავს, ანუ ნახეთ, პრეს აქშენი არის ყოველთვის ერთი და იგივე, რა თქმა უნდა შეიძლება რაღაცები განსხვავდებოდეს, მაგრამ ანუ ლოგიკა ამ ყველაფრის უკან არის ერთი და იგივე. ნახეთ აქ რამდენჯერ იყო ლიკვიდობები აღება, ლიკვიდობა და ანუ რა ხდება აქ? ვერ ვიღებთ საკმარის ლიკვიდობას იმისთვის რომ ბაზარმა გააკეთოს ახალი all-time high, რას ვაკეთებთ? ჩვენ ვიღებთ ლიკვიდობას ქვემოთ. ხედავთ რომ აქედან აიღო ლიკვიდობა და შემდეგ გააგრძელა გააკეთა ახალი all-time high, ხომ? და აქაც ზუსტად ხედავთ რომ აი ამ რენჯში ვზივართ. ჩვენ უკვე რამდენი ხანი გავზომოთ 123 დღე ვზივართ, ну 120 დღე ჩავთვალოთ, 120 დღე ვზივართ ჩვენ აი ამ რენჯში. აქ ამ რენჯში დიდი ხანი ვიჯექით. ამ რენჯში დიდი ხანი ვიჯექით, ნახოთ რამდენი ხანი ვიჯექით აქ. ორი თვე ვიჯექით. ну დიდი ხანი არის, მაგრამ ძალიან დიდი ხანიც არა. აქ ორი თვე ვიჯექით, შემდეგ გავარღვევთ ეს რენჯი, გავტესტეთ, წავედით მაღლა, გავაკეთეთ ახალი all-time high, ხომ და აქაც გავაკეთეთ ესეთი ბოქსი. აქაც ზუსტად იგივე ხდება, მეგობრებო, რაც მაგალითად მოხდა აქ, რაც მაგალითად მოხდა აქ. აქ იყო რა თქმა უნდა აქ პატარა ლიკვიდობა რომ იყო საკმარისი ძალა იმისთვის რომ ბაზარს გაეკეთებინა ახალი all-time high, მაგრამ ხედავთ რომ აქ რამოდენიმეჯერ გაიტესტა და არ არის საკმარისი ფასი, საკმარისი თანხა ბაზარზე იმისთვის რომ ბაზარმა გააგრძელოს მაღლა სულ. ამიტომ ხედავთ რომ ესე ვთქვათ ბაზარი გამოიყურება ზუსტად, ხო, თუ არ გამოვიდა რამე ძალიან პოზიტიური ნიუსი და ვერ გავარღვეთ ის ლეველი რომელზეც ვსაუბრობ და რომელზეც წინაზეც ვისაუბრი, ანუ ეს არის ლეველი რომელსაც ჩვენ უყურებთ, თუ გავარღვეთ ეს, რა თქმა უნდა, შემდეგ არის ეს ლეველი, იმიტომ რომ აქაც ხედავთ რომ არის ძალიან ესე ვთქვათ სიგნიფიკანტური ლეველი, სადაც იყო ძალიან ბევრი ესე ვთქვათ ინტერაქცია, აქ გვაქვს ჩვენ მაგალითად ლოკალური რენჯი, მაგრამ თუ ზუმ-აუტს გააკეთებ, აქ გაქვს დიდი რენჯი, ხო? ანუ შენ ახლა გაქვს რენჯი. ეს არის დიდი რენჯი, ეს არის პატარა რენჯი. ეს რენჯი თუ ჩამოარღვე ქვემოთ, რა თქმა უნდა, წამოხვალ ქვემოთ, მაგრამ ეს რენჯი ლოკალურად თუ გაარღვე, გატესტავ რენჯის მაღალთა მხარეს და ესეც თუ გავარღვეთ, მაგ შემთხვევაში შეიძლება გქონდეს ძალიან დიდი იმპულსი.
მოკლედ არ გამოიყურება ბიტკოინი ჩემთვის ჯერჯერობით საინტერესოდ და მე ველოდები რომ ბაზარი წამოვიდეს ქვემოთ. მაღალ ტაიმფრეიმზე რო გადავხედოთ ახლა დეილიზეც ესეთი კომპრესია გვაქვს მეგობრებო და აქაც არავითარ შემთხვევაში არ ევაჭროთ ესე ვთქვათ ამ ტრენდ ლაინის გარღვევას. თუ მაგალითად ჩამოვარღვი აქ ქვემოთ არ გიგონოთ რომ ბაზარი წამოვქვემოთ და ეგრევე წამოვა აქ, არა, სანამ ჩვენ ამ ლეველს არ ჩამოვარღვით ქვემოთ, მანამდე არ უნდა ველოდოთ ბაზარის ქვემოთ წამოსვლას, ანუ ეს არის ჩვეულებრივი რეინჯი. უნდა დაველოდოთ ამ რეინჯის გარღვევას ან მაღლა, ან ქვემოთ. უბრალოდ ჩვენ ეს კომპრესია გეხმარება იმაში, რომ რაც უფრო და უფრო შორს მიდიხარ ამ კომპრესიაში, მით უფრო და უფრო სახიფათო არის ვაჭრობა, იმიტომ რომ შენ აქ რომ აგიღო შორტი, აქ იქნებოდა შენი რივარდი, აქ რომ აგიღო ლონგი, აქ იქნებოდა შენი რივარდი, აქ რომ აგიღო შორტი, აქ არის შენი რივარდი, აქ რომ ახლა ლონგში იჭდი, აქ არის შენი რივარდი და გზა და გზა ეს რივარდები უფრო და უფრო პატარავდება და უფრო და უფრო სახიფათო ხდება აქ ლეველი ტრეიდების აღება. მოკლედ მეგობრებო, კიდევ ერთხელ გვაქვს ლეველი აქ, გვაქვს ლეველი ქვემოთ. ძალიან ადვილი ესე ვთქვათ, ადვილი რომ იყოს ყველასთვის ამ ყველაფრის გაგება. ვიკლიზეც იდეალურად გამოდის ეს ლეველი. მოკლედ ეს ლეველი თუ ჩამოვარღვეთ მეგობრებო ქვემოთ, დეილიზე უკვე ჩამოვარღვეთ, მაგრამ აქაც იყო გახსნილი ადგილები გასატესტად. კიდევ ერთხელ გავტესტეთ, მოკლედ ეს ლეველი თუ ჩამოვარღვეთ ქვემოთ მეგობრებო, მაგ შემთხვევაში შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ბაზარი წამოვქვემოთ. შეგვიძლია ამ ლეველს ცოტა adjusting-ი ვქნათ ესე. ანდაც ბოქსი გავაკეთოთ აი აქ. მოკლედ ეს ლეველი თუ ჩამოვარღვეთ ქვემოთ და ეხლა ვხედავთ რომ არ გამოიყურება საინტერესოდ ბაზარი. ეს ლეველი თუ ჩამოვარღვეთ ქვემოთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ბაზარი აიღებს უფრო ქვემოდან ლიკვიდობას. იმ შემთხვევაში თუ გვინდა რომ ბაზარი წავიდეს მაღლა, რა თქმა უნდა გავარღვიოთ ეს ლეველი მაღლა. ამიტომ მე ვფიქრობ რომ ბაზარი არ გამოიყურება ეხლა ძლიერად, არ არიან მყიდველები, ჩვენ ხომ ხედავთ რომ არ არიან მყიდველები, არა, ანუ არ არის ინტერაქციები ისეთი რომ ვთქვათ რომ ვაუ, მყიდველები ნამდვილად არიან, ამიტომ ჩემი აზრით ბაზარი წამომავალ და მე ველოდები გაიტესტოს ეს ლეველი და რატო ვიღებ ამ ლეველს, შეიძლება ბევრს დაინტერესდეს. ამისთვის აუცილებელი არის ისტორიაში გადახედვა, წეღანაც გითხარით, ქონდა აქ რეინჯი დავკარგეთ, გავტესტეთ, წამოვიდით ქვემოთ, წავიდით მაღლა, ხომ, ანუ აქ ქონდა რეინჯი, შეგვიძლია ეს რეინჯი გადმოვიტანოთ აქ და ვხედავთ რომ ანუ ეს რეინჯი რაც აქ იყო, შეიძლება აქ ისევ გაგრძელდეს და გაიტესოს რეინჯის ქვემოთა მხარე. მით უმეტეს ხედავთ აქ კიდე რომ აქ ქონდა ეს დროპ-ოფი, რომელსაც წამოგვიყვანა ქვემოთ, გაიტესტა ეს დროპ-ოფი, ანუ აქ არის იდეალური ლეველი იმისთვის, რომ ბაზარმა მოძებნოს სუპორტი და აქედან დაიწყოს ესე თუ ვთქვათ ისევ მაღლასვლა. ესეც რა თქმა უნდა, თუ ვერ შეინარჩუნა, მაგ შემთხვევაში შეგვიძლია ვარაუდოთ, რომ აქანეთ შეიძლება ბაზარი ჩამოვიდეს. მე რა თქმა უნდა ვარ ყველაფრისთვის მზად, ორდერები მაქვს დაყენებული და კიდევ ერთხელ მეგობრებო, მინდა გაგაფრთხილოთ, რომ თუ თქვენ არ გაქვთ ახლა ორდერები დაყენებული და შემდეგ ბაზრის ვარდნის დროს გინდათ რომ ბაზარში შეხვიდეთ, შეიძლება ფიები მოგიწოთ ძალიან დიდი ფიების გადახდა, ან შეიძლება თქვენც არ შეგივსოს ესე ვთქვათ პოზიციებში, იმიტომ რომ ვინც პირველი დებს ორდერს, მისი ორდერიც რა თქმა უნდა პირველად ივსება. ამიტომ თუ მე აქ უკვე ორდერი მიყენია, თუ მაგალითად აქ მილიარდობით ორდერი იყო, სიტყვაზე ავიღოთ, ყიდვის ორდერი, ჩამოვიდა ბაზარი და ყველა მილიარდი შეავსო და აღარავინ აღარ ყიდის, ანუ შენ თუ ყიდვა გინდა ვიღაცამ უნდა გაყიდოს, ხო? ანუ აქ თუ აღარავინ აღარ გაყიდა, შენ შესაბამისად აღარ შეგევსება შენი პოზიცია და შეიძლება შენი პოზიციის 15-20% შეგევსოს, ხო? ამიტომ აუცილებელი არის რომ ორდერები გქონდეს წინასწარ ჩახაზული და ჩაწერილი. ნუ ეთერიუმიც ნახეთ მეგობრებო, ეთერიუმიც როგორ გამოიყურება, ვიკლიზე გადავიდეთ ეთერიუმზე. ხედავთ რომ ვიკლიზეც როგორი ესე ვთქვათ ესეთ კიბეს ვაშენებთ, დაღმავალ ტრენდს, ესეთი კომპრესია არის აქაც ქვემოთ, სადაც შეიძლება რომ ლიკვიდობა ავიღოთ ქვემოთ და მე ესე გავაგრძელოთ მაღლა და მაღლასვლა. ნუ ვიკლიზე რა თქმა უნდა ჩემთვის არის აუცილებელი ამ ლეველის შენარჩუნება და ამ ლეველის ქვემოთ არ ჩამოსვლა, მაგრამ ანუ ვიკლიზე აქ ძალიან ბევრს ვერ ვხედავთ, როგორც მაგალითად ბიტკოინზე ვხედავთ. ერთადერთი ლეველი რაც შეიძლება აქ დავინახოთ არის აი ეს ლეველი, სადაც შეგვიძლია გავაკეთოთ რა თქმა უნდა ბოქსი. მაგრამ ანუ ვიკლიზე ძალიან ბევრს ვერ ვხედავთ და აქ ვიკლიზე ბევრს ვერ ვისაუბრებთ, ამიტომ აუცილებელი არის ჩემთვის რომ ეს ლეველი არ დავკარგოთ. ვიკლიზე გადავიდეთ ახლა დეილიზე მეგობრებო, დეილიზე ვხედავთ რომ ეს ლეველი უკვე გატესტილი არის, ლიკვიდობა არის უკვე აღებული. ამიტომ აღარ ვიცი აი რატომ უნდა ჩამოდეს ბაზარი აქ და კიდევ ერთხელ რატომ უნდა აიღოს ლიკვიდობა, ხო? იმიტომ რომ ბაზარი იყო უკვე აქ, ყველა შევსო თავისი ორდერები, ამიტომ
მე ვერ ხედავ ვერანაირ აუცილებლობას რომ აქედან მივიღოთ კიდე ლიკვიდობა და მე წავიდეთ მაღლა. ლიკვიდობა უკვე აღებული იყო, ამიტომ აუცილებელი არის რომ ეს უკვე გავარღვიოთ. მე ამ დროპ-ოფს უყურებ და всё, წავიდეთ მაღლა და გავაკეთოთ ახალი all-time high. ამიტომ თუ ეხლა კიდე ბაზარი ქვემოთ წამოვიდა, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიური ბაზრისთვის. მოკლედ, daily-ზე გვაქვს მეგობრებო ეს ლეველი. უკაცრავად ეს weekly-ზე არის ეს ლეველი, რომლის დაკარგვაც არ გვინდა. daily-ზე გადავხედოთ. daily-ზე გვაქვს ეს ლეველი და ეს ლეველიც თუ ჩამოვარღვიოთ ქვემოთ მეგობრებო, ანუ თითქმის გარდაუვალია რომ ავიღოთ ლიკვიდობა უფრო ქვემოთ და სადველოდები მე ესე ვთქვათ ლიკვიდობების აღებას. და სად მიყენია ორდერები? მიყენია რა თქმა უნდა, აი აქ. და ეს ბოქსები მეგობრებო, რა თქმა უნდა არ არის ესე higher-ზე შექმნილი და მე მგონია და მე ის და მე ეს, არა. ხაზური ეს ლეველები არის კონფირმაციებით რომ გადავიდეთ ისტორიაში, ვხედავთ, ნახეთ. აქ მაგალითად გქონდა ესეთი ბოქსი, სადაც ვაჭრობდით, ვაჭრობა იყო გავარღვიეთ, წავედით მაღლა, აქ გქონდა ესეთი ბოქსი. აქაც გქონდა რა თქმა უნდა ესეთი ბოქსი. შემდეგ ისტორიაში რომ გადავიდეთ, ნუ აქაც გქონდა რა თქმა უნდა ესეთი დიდი ბოქსი. ეს არის ბოქსის ქვემოთ მხარე. ეს არის მაღლით მხარე, აქაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ გქონდა ესეთი ბოქსი და ამ ყველა ბოქსებზე რომ გავაკეთოთ ახლა მეგობრებო ლეველები, ავიღოთ მაგალითად ესე, გავაკეთოთ აქ ლეველი, გავაკეთოთ აქ ლეველი, გავაკეთოთ. ნუ აქ ორი ლეველი არის, პლუს მინუს ესე და რომ გავაკეთოთ აი აქ ლეველი. ანუ ნახეთ, იდეალურად გამოდის, ნახეთ, აი აქ ტყუილ უბრალოდ ნახეთ, გქონდა აქ all-time high-ები, გავარღვიეთ ეს all-time high, ანუ ტყუილ უბრალოდ ეს ლეველი არ გატესტილა, რა თქმა უნდა ეს ლეველი მოდის კონფირმაციებით რომ გადავიდეთ ისტორიაში, ხო? შემდეგ აქაც გქონდა რა თქმა უნდა ინტერაქციები და შემდეგ ხედავთ რომ ეს ლეველიც გაიტესტა, ეს ლეველიც რომ ესე ვთქვათ, წამოვიღოთ აქ ისტორიაში მეგობრებო, ხედავთ რომ რამდენი კონფირმაციები არის, ხო, მაგ ეს არის აქ range-ის შუა მხარე, აქაც არის ამ range-ის ესე ვთქვათ mid range, ანუ range-ის შუა მხარე. ხედავთ რამდენი ინტერაქციები არის, აქ drop-off-ი, გადასვლა წამოსვლა ქვემოთ. აქაც ამის გადასვლა, აქ გავაკეთოთ თუ არა drop-off-ი რამხელა ვარდნა გქონდა, აქ მე ისე ინტერაქცია წამოვიდით ქვემოთ, ამიტომ ეს არის სიგნიფიკანტური ლეველის და ტყუილ უბრალოდ არ გატესტილა ეს ლეველი, ხო? როცა შე რაღაცა ლეველის გატესტვას ფიქრობ რომ ბაზარი აქამდე ან აქამდე ჩამოვა, რა თქმა უნდა გადახვიდე ისტორიაში რომ დააკონფირმა შენი ლეველები, სადაც იყო ყველაზე მეტი ინტერაქცია. ეხლა აქ ძალიან დაბალ time frame-ზე ვხედავთ, აქ 4 საათიანზე ვხედავთ რომ ესეთი ძალიან პატარა მინიმალური ვოლუმი ნოდი გვაქვს, ამიტომ სრულიად შესაძლებელი არის რომ ეს გაიტესტოს და მე წავიდეს მაღლა, ან გავტესტოთ აი ეს დიდი range, სადაც შეგიძლია გატესტო ან range-ის მაღალით მხარე, ან range-ის ქვემოთ მხარე, ამიტომ მე ვუყურებ აი ამ ორ მხარეს იმისთვის რომ გავტესტოთ, წავშალოთ ეს ყველაფერი რათა გასაგებად იყოს ყველაფერი ისევ ახსნილი, ნუ ეს რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში თუ ჩვენ წამოვედით ქვემოთ ვუყურებ აი ამ ორ levels თუ წამოვედით რა თქმა უნდა ქვემოთ, ანუ ეს არის bearish სცენარი, მაგრამ თუ გვინდა რომ მოხდეს პოზიტივი და ბაზარი წავიდეს მაღლა, რა თქმა უნდა ჩვენ გვინდა რომ გავარღვიოთ აი ეს ლეველი. აი ეს drop-off-ი გვინდა რომ გავარღვიოთ. მაღალ time frame-ზე ნახოთ daily-ზე რა ხდება. daily-ზე უფრო მაღლა გვაქვს ეს ლეველი და კიდევ ერთხელ რატომ უნდა დააკონფირმო ლეველები მაღალ time frame-ზე. ნუ daily-ზე გვინდა გარღვიო, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არის range-ი. დიდი range-ი, ანუ აქ ვართ ჩვენ ახლა დიდ range-ი და აქაც ვართ როგორც Bitcoin-ზე თქვი ლოკალურ range-ზე. რა თქმა უნდა ჯერ უნდა გავარღვიოთ ეს ლოკალური range იმისთვის რომ ჩვენ swing long-ები გაგვიაქტიურდეს, ანუ ეს ამას რო გავარღვიოთ. ამას რო გავარღვიოთ ჯერ არ გვექნება რა თქმა უნდა swing long-ები, იმიტომ რომ ვარეჯექტებთ აი ამ level-ს ჯერ. ანუ აქ თუ აიღე long-ები შენი reward იქნება აქამდე, მაგრამ თუ გავარღვიეთ ეს უკვე მაღალ time frame-ზე, მაგ შემთხვევაში აქ გვიაქტიურდება ჩვენ swing long-ები. ახლა ჩვენ თუ ჩამოვარღვიეთ აქ რა თქმა უნდა უკვე გვიაქტიურდება swing short-ები. ანუ ვიცით უკვე რა არის ჩვენი გეგმა bullish სცენარისთვის, გვინდა რომ გავარღვიოთ ეს იქნება უკვე პირველი კონფირმაცია იმის რომ ბაზარი გამოიყურება უკვე ძლიერად და შეგვიძლია წავიდეთ მაღლა და ყველაზე კარგ შემთხვევაში გვინდა რომ გაირღვეს ეს ყველაზე დიდი range-ი, რაც შემდეგ რა თქმა უნდა გაგვიაქტიურებს swing long-ებს.
აქ რაც შეეხება ახლა, აქ იყო იდეალური შორტი, მაგრამ მე აქ შორტი არ ავიღე, იმიტომ რომ ლიკვიდობის აღების შემდეგ პირდაპირ შორტს არ ვიღებ ხოლმე, მით უმეტეს როცა შენ ხარ აქ სუპორტზე და ეს სუპორტი ჯერ არ დაგიკარგია, ველოდები ხოლმე აქ ორმაგი კონფირმაციას, სხვადასხვა იყო აქ ორმაგი კონფირმაციები, აი აქ იყო იდეალური შესulis წერტილი შორტისთვის, ანუ აქაც შეიძლებოდა შესულიყავით, მაგრამ ჩემთვის ეს იყო სარისკო, რატომ? იმიტომ რომ როცა ქვემოდან იღებ ლიკვიდობას და ლიკვიდობით მიდიხარ მაღლა, არ გინდა რომ ამ ლონგერებს პირდაპირ შორტით დაელოდები ორმაგი კონფირმაციას ხოლმე. ამიტომ აქ ორმაგი კონფირმაცია იყო მაგალითად ეს, რომ აქ გვაქვს ესეთი აღმავალი ტრენდი, ესეთი კომპრესია, ჩამოვარღვეთ ეს კომპრესია ქვემოთ, დავკარგეთ ეს ლეველები. ეს ლეველები თლიან დავკარგეთ და აქ იყო აქ შორტის იდეალური შესვლა ბიტკოინზეც აქ ვუყურებთ შორტს. რომელიც რა თქმა უნდა გავაუქმე, იმიტომ რომ მე მინდოდა მანამდე შევსულიყავი ტრეიდში, ნახოთ, არც შემივსებდა, არც ამოვიდა აქამდე. მაგრამ ანუ სასურველი იყო რომ აქედან პირდაპირ შევსო და მე წამოსულიყო ქვემოთ, ანუ იმიტომ რომ აქ რო ლიკვიდობას იღებ და მე მოდიხარ მაღლა, მაგ შემთხვევაში ტრეიდი უფრო სახიფათო ხდება ხოლმე. გადავიდეთ ისე ეთერიუმზე მეგობრებო, double time frames გავაგზავნოთ ამის განხილვა. სად შეიძლება ახლა ლონგები როგორც სხვადასხვა ბიტკოინზეც იგივე ადგილს უყურებ გასალონგად. აი ამ ადგილს უყურებ გასალონგად, იდეალური ლონგისთვის ეს არის და ეს უფრო დეფენსიური. შეიძლება პირდაპირ აიღო, შეიძლება ორმაგი კონფირმაციას დაელოდო, ანუ რას გულისხმობ ამას? ეს არის ფასში და ეს არის უკვე ორმაგი კონფირმაცია, აქ თუ აიღებ ტრეიდს. ანუ აქაც ზუსტად იგივე ველოდები, შეიძლება აქ პირდაპირ აიღო ტრეიდი, ეს არის ყველაზე დეფენსიური ლონგი, რაც კი ყველაზე დეფენსიური ლონგი, რაც კი შეიძლება აქ ახლა ლოკალურად აიღო. ამიტომ ამის საწინააღმდეგოც არ ვარ, რომ აქ პირდაპირ ტრეიდი ავიღო და თუ გავისტოპები მაგ შემთხვევაში ფასში ვნახო რა მოხდება. თუ აქ ესეთი კონსტრუქცია გააკეთა, ლონგები ავიღო, თუ ჩამოვარო აქემოთ, რა თქმა უნდა, შემდეგ შორტებით ვიქნები დაინტერესებული. რას ფიქრობთ თქვენ მეგობრებო? ბიტკოინზე და ეთერიუმზე გააგრძელებენ თუ არა ისინი ზრდას ან ვარდნას? დაწერეთ კომენტარებში, ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი.